ყველას გონია რომ თუ food blogger-ი ხარ, სახში უნდა გქონდეს ძალიან ბევრი საჭმელი ყოველთვის. ჩემს საჭმელს წარმოადგენს გუშინ წირუნდელი ბოლოკი და 2 ცალი პელმენი. მარტო ბოლოკი არ გუშორს, ამიტომ პილმენი ცოტა განსხვავებულად მომზადდა. ოღონდ ისეთი გემრიელი გამოვიდა. ისეთი გემრიელი გამოვიდა, თითებს ჩაიგუნეთ. მომზადე მარშეს, საქონლის ხორცის პელმენი. ადრეც გაგიზიარეთ და ახლაც მინდა ხაზი გაუსვა, რომ მარშეს პროდუქტები მაღალი ხარისხის ნედლეულისგან მზადდება. ეს ცომი კი სპეციალური ტექნიკით არის მომზადებული, იმისთვის რომ იყოს ელასტიური და არ დაიშალოს. არასდროს არ უნდა ჰქონდეს ყინულის კრისტალები. ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი უკვე გაალღვა და ხელმეორედ გაიყინა. მინიმალური ტემპერატურა, რომელსაც შესაძლებელია პელმენის შენახვა, არის 18 გრადუსი. -18 გრადუსი. საქონლის პელმენი უკვე მოიხარშე და ვხარშე ზუსტად შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით. დავუმატე არეჟანი და პილპილი. ფიქრობ ნიორიც მოუხდება. არა მარტო მოუხდა, არამედ დააკვდაზე და შევუშვათ აეროგრილში 200 გრადუსზე დაახლოებით 15 წუთი. შესაძლოა უფრო მეტი დაჭირდა, ან უფრო ნაკლები. მოვაყაროთ სასურველი ყველი, მე მოვაყარე პარმეზანი, ტარხუნა აუცილებლად და მცირე რაოდენობით სოიოს соуსი. ვიქნება ჩემი მოცივარი ცარიელი აბა ნახევარ ფაბრიკატებისგან ასეთი რაღაც რომ მზადდება. პელმენის მომზადება ასე რომ არ ცადოთ. ძალიან მეწყინება და თქვენ ბევრს დაკარგავთ.